დება საერთაშორისო ოლიმპიადას ოქროს მედლებთან ილინოისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს უკავშირდება ეს ყველაფერი ქართველმა მოსწავლემ იაკობ საფარაშვილმა ამერიკული ოცნება აიხდინა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია მისი ისტორია ახლა ჩვენ სიუჟეტში იქნება წარმოდგენილი ეს სიუჟეტი კატო ბარამიძემ მოამზადა და შეგვიძლია ვნახოთ აი განათლებით როგორ შეიძლება ბავშვმა მიაღწიოს წარმოდგენას და ოცნებების ასრულებას ვნახოთ ეს რეპორტაჟი შემდეგ სტუმრებთან ერთად დავაგრძელოთ საუბარი ამერიკის 7 წამყვანი უნივერსიტეტის მოწვევა, $1,000,000 სტიპენდია და ოფიციალური წერილი თეთრი სახლიდან. ეს ფილმის სცენარი არ არის, ეს ქართველი მოსწავლის იაკობ საფარაშვილის რეალობაა. როდესაც 7 წამყვანი უნივერსიტეტიდან მომივიდა დასტური და გავიგე ჩარიცხვის შესახებ, ძალიან გამიხარდა, რადგან ვიგრძენ ის დაფასება, რომელსაც ნადრეული ასაკიდან ვცდილობ. ჯამური დაფინანსება 7 უნივერსიტეტიდან $1,000,000 აღემატება, რაც რა თქმა უნდა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაცია იმისა, რომ განვითარება არ შევწყვიტო. მე ავირჩიე ილინოისის ტექნიკური უნივერსიტეტი, რადგან ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც თავისი კვლევებით ერთ-ერთი წამყვანია კომპიუტერულ მეცნიერებასა და კიბერუსაფრთხოებაში. თუმცა სანამ ამერიკული ოცნება რეალობად იქცეოდა, იყო წლების განმავლობაში გათანებული ღამეები და თავდაუზოგავი შრომა. იაკობის მთავარი გატაცება ბავშვობიდანვე მათემატიკა იყო, თუმცა მიზნების მისაღწევად სკოლაში არც ერთი საგანი არ დაუტოვებია უყურადღებოდ. ინტერესების ამ მრავალფეროვნებამ საბოლოოდ ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა. ამერიკული წამყვანი უნივერსიტეტების მოწვევებთან ერთად ქართულმა მოსწავლემ სრულიად განსაკუთრებული გზავნილიც მიიღო. ოფიციალური წერილი თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის ხელმოწერით. სულ ახლა ხანს მივიღე ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჯილდო, რომელიც გადაეცემათ წარმატებულ მოსწავლეებს არამხოლოდ აკადემიური მოსწრების გამო, არამედ მათ აქვთ ლიდერული თვისებები, ასევე გამოირჩევიან კრეატიულობითა და შრომით. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც ამდენწლიანი შრომა მსოფლიო დონეზეა დაფასებული და უფრო მეტი მოტივაცია იმისა, რომ არ შევწყვიტო განვითარება და უფრო მეტს მივახციო. იაკობის წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა მათთვის, ვინც მის აკადემიურ ზრდას წლების განმავლობაში აკვირდებოდა. ქართულ-ამერიკულ სკოლაში კარგად ახსოვთ მოსწავლე, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე თავისი სახელი ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ხმამაღლა გააჟღერა. იაკობი 15 წლის ასაკიდან იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადაზე და კონფერენციაზე. აი მე დავთქვა, რომ იაკობის მიზანდასახულობა, შრომის მოყვარეობა, ეს სწორედ არის ის თვისებები, რომელიც ახასიათებდა ამ მოსწავლეს აი ამ ასაკიდანაც, გამოირჩეოდა იმით, რომ აინტერესებდა სხვადასხვა პროექტებზე და არაერთი მიმართულებით, არამედ სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით. ეს იყო რობოტიკა, ეს იყო კომპიუტერული ტექნოლოგიები, მათემატიკა, სადაც ის გამოხატავდა განსაკუთრებულ ინტერესს, ქმნიდა სხვადასხვა პროექტებს სკოლაშივე. მე მგონი დაახლოებით 4 ოქროს მედალი მაინც აქვს, თუ მეტი არა აღებული, ვერცხლის მედლები, ბრინჯაოს მედლები აქვს აღებული. სწორედ ასეთი მოსწავლეები არიან გამორჩეულები და ასეთი მოსწავლეები იღებენ ამ საერთაშორისო ჯილდოებს და აღიარებას. ეს სწორედ ის ჯილდოები და დიპლომებია, რომლებსაც იაკობი წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადასა თუ ტექნოლოგიურ კონკურსზე აგროვებდა. სწორედ ამ წარმატებებმა გაუხსნა მას გზა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისკენ, სადაც ქართველი მოსწავლე აგვისტოში გაემგზავრება. ძალიან მალე მიწევს ჩემი აქაური ცხოვრების დატოვება და ამერიკაში გამგზავრება. ვიცი, რომ ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ამას ძალიან მინადვილებს ჩემი ოჯახის გვერდში დგომა და მხარდაჭერა. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაში მიღებული განათლება და გამოცდილება საქართველოში გამოვიყენო, რადგან საქართველო ეს არის ადგილი, რამაც ჩემი აზრები, მიზნები და ღირებულებები ჩამოაყალიბა. წინ სრულიად ახალი ცხოვრება, ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და უამრავი ახალი გამოწვევა. იაკობი ჯერ კიდევ საქართველოშია, თუმცა მისი ფიქრები უკვე ოკეანის მიღმაა. თუმცა გამგზავრებამდე მან ზუსტად იცის, რისთვის მიდის და რა არის მისი მთავარი მიზანი.
ვაგრძელებთ ამბავს. იაკობის ისტორია ერთი შეხედვით ძალიან შთამბეჭდავია. 7 ამერიკული უნივერსიტეტის მოწვევა, $1 მილიონზე მეტი დაფინანსება, საერთაშორისო ოლიმპიადების მედლები და წერილი თეთრი სახლიდან ჩვენ სხვათა შორის ტრამპის ცნობილი ხელმოწერაც დავინახეთ. მაგრამ ასეთი შედეგის უკან როგორც წესი დგას არა მხოლოდ ნიჭი, არამედ შრომა, დისციპლინა, სწორი გარემო და ადამიანები, რომლებიც ბავშვს ეხმარებიან, რომ შესაძლებლობა რეალურ წარმატებად აქციოს. კი ბატონო, და უნდა წარმოადგინოთ აუცილებლად ჩვენი სტუმრები. ლელა ფიცხელაური, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილე, ირმა მესხიშვილი, ქართულ-ამერიკული სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი და რა თქმა უნდა, იაკობ საფარაშვილი, ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე, რომელმაც აშშ-ს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში სრული დაფინანსება მოიპოვა. აპლოდისმენტები და ასე აუცილებლად და პირველი შეკითხვა რა თქმა უნდა, თუ უფლებას მომცემთ, უგექნება იაკობთან, აი რომ გაიგერო 7 უნივერსიტეტიდან მიიღე მოწვევა დაფინანსება $1 მილიონზე. რა იფიქრე, აი რა შეგრძნება იყო ეს მითხარი? იმიტომ რომ მე არ ამგონია რომ ეს ვინმეს ხშირად კონდეს საერთოდ. მოგესალმებით პირველ რიგში. პირველი რეაქცია ცოტა მოულოდნელი ემოცია და დიდი პასუხისმგებლობის განცდა იყო, რადგან გავაცნობიერე როგორ დამიფასდა წლების შრომა. გავიხსენე ის უძილო ღამეები, ოლიმპიადები და ის შედეგები, რამაც აქამდე მომიყვანა. ხირდა ხო ამაც? რა თქმა უნდა. ამავდროულად მივხვდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და უფრო დიდი მიზნებისთვის უნდა შევემზადო. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა. ილინოისის უნივერსიტეტი რატო შეარჩე? აი კონკრეტულად მაინც და მაინც რო გადაწყვეტე ამ 7-ში შეგეძლო აგერჩე ნებისმიერი და მაინც და მაინც ილინოისის. რატო? ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოს, რომელსაც უნივერსიტეტი ქმნის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კუთხით. სწორედ ამ უნივერსიტეტში შეიქმნა პირველი პენტიუმის ჩიპი, პირველი მობილური ტელეფონი და სხვა ინოვაციები, რომლებმაც სამყაროს ტექნოლოგიური განვითარება ახალ ეტაპზე გადაიყვანა. და სწორედ მივხვდი, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტში შეუძლებდი საკუთარი თავის როგორც აკადემიურად, ისევე პროფესიულად ყველაზე სწრაფ და კვალიფიცირებულ განვითარებას. ხალბატონ დირექტორო, თქვენთან უნდა გადმოვიდეთ. ეხლა ამ ყველაფერს, ამ დიდ წარმატებას, რა თქმა უნდა, დიდი შრომა, მაგრამ ჭირდება საძირკველი, რომელსაც სკოლა ქმნის, როცა მოსწავლე ასეთ შედეგს აღწევს. ეს არის მხოლოდ მისი პირადი გამარჯვება, თუ ეს არის სკოლის დიდი შრომის შედეგიც? რა თქმა უნდა, ყველა წარმატების უკან დგას ძალიან დიდი შრომა. ეს შრომა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ გაწეული, არამედ ამ შრომა გაწია მთელმა გუნდმა, მოსწავლემ, პედაგოგმა, სკოლამ და მშობელმა. და სწორედ ეს შეთანხმებული, მიზანს დასახული, სწორი მიმართულებით წარმართულმა საქმემ მოგცა ეს ბრწყინვალე შედეგი. კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენს იაკობს. იაკობის წარმატება ნიშნავს მისი კლასელების, სკოლის გარემოს და მომავალი ბავშვების სკოლის ძალიან დიდი წარმატება არის. სკოლაში უამრავი პროექტი არის განხორციელებული და ყველა ეს პროექტი მორგებულია ჩვენი სკოლის მოსწავლის საჭიროებაზე. არც ერთი პროექტი, არც ერთი პროგრამა არ დაიგეგმება, თუ ამის საჭიროება არ არის სკოლაში. სწორედ ამ საჭიროებაზე მორგებულმა პროგრამებმა მისცა საშუალება და გაუმარტივა ის რთული გზა მიიღწია ამ მწვერვალისთვის და შედეგებისთვის. რა იყო ეს გზა? ეს იყო ის, რომ იაკობმა დაამთავრა ამერიკული აკრედიტირებული პროგრამა, მიიღო ამერიკული სასწავლო დიპლომი, რომელიც უხსნის გზას ამერიკულ უნივერსიტეტებში, გაიარა AP საგნები, რომელიც ჩვენ სკოლაშივე არის დანერგელი, როგორც კოლეჯ ბორდის წარმომადგენელი, 20 AP საგნიდან შეუძლია მოსწავლეს აარჩიოს მისთვის სასურველი საგანი. 4 AP საგანი გაიარა იაკობმა წარმატებით, თვითონ სკოლა უზრუნველყოფს გამოცდებისთვის მომზადებას და სკოლაში ნაცნობ გარემოში, არასტრესულ გარემოში ხდება შემდგომ გამოცდების ჩაბარება, რომელიც ბრწყინვალედ შეძლო. SAT-ის გამოცდა, სადაც ძალიან მაღალი ქულა აქვს, ასევე იაკობს. რამდენი იხესეჩი? 1480. და ყველაზე მთავარი, ეს არ არის დაგროვილი ცოდნა, არამედ ეს არის გამოყენებული ცოდნა იაკობის. 14 წლის ასაკიდან ჩართულია საერთაშორისო ოლიმპიადებში და კონფერენციებში. ჩვენ ერთად მივიღეთ მონაწილეობა უამრავ საერთაშორისო კონფერენციაზე, 5 ოქრო აქვს აღებული, 4 ვერცხლის მედალი აქვს აღებული. ეს ამ ყველაფერმა მისცა, რომ თვითდაჯერებული გამხდარიყო და მიეღწია წარმატება. ხალბატონ დირექტორის მოადგილე, რამდენად მოქმედებს, გასაგებია სკოლა, მაგრამ რამდენად მოქმედებს ბავშვის წარმატება მის თანატოლებზე, მის მეგობრებზე, მის სოციუმზე? უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, ის ძალიან კარგი მაგალითია სხვებისთვის, რადგან კარგად ჩანს, რომ მოსწავლე, რომელიც იაკობი ჩვენ სკოლაში პირველი კლასიდან სწავლობს, წელს
80-მა მოსწავლემ დაამთავრა ჩვენი სკოლები, ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლა და აქედან 90%-ზე მეტ მოსწავლეს პირველი კლასიდან აქვს ჩვენთან მიღებული განათლება. აი სწორედ ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ მოსწავლეები უყურებენ ერთმანეთის წარმატებას, მათთვის მამოტივირებელია აღნიშნული და ზუსტად ხვდებიან, რომ საზღვრები განათლებას არ აქვს და საქართველოში ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში მიღებული განათლებით მოსწავლეს უპრობლემოდ შეუძლია მსოფლიოს სხვადასხვა მწერვალს მიაღწიოს და ტრამპის ის შედეგიც მიიღოს, რაც ეს მიიღო. არის უკვე შედეგი, როდესაც თეთრი სახლის საგანმანათლებლო დეპარტამენტმა და თვით პრეზიდენტმა დააჯილდოვა იაკობი, მაგრამ მხოლოდ აკადემიური ცოდნისთვის არა, ლიდერობისთვის და იმ განდვილი შრომისთვის და საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის. აუცილებლად მექნება ასეთი კითხვა თქვენთან უფრო ალბათ თქვენზე იქნება ეს კითხვა, ანუ ერთ-ერთი თქვენ ხართ, რომ აღმოჩენა ნიჭის ერთია და მეორეა შენარჩუნება, რომელი უფრო რთულია, აი ეს რო გკითხოთ. იმიტომ რომ არის ნიჭიერი, მაგრამ განვითარების მიცემა კი ნიჭიერი კი. ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩენებით იწყება ზოგადად ყველაფერი და შემდგომ მიეცით ნიჭსა გზა ფართო, აი ეს შემთხვევა. სწორად სკოლაში დაგეგმილი სწორი მიმართულებება მისცა საშუალება, რომ ამ ნიჭის რეალიზება მომხდარიყო და დაადო არაერთი პროდუქტი. წინვალე პროდუქტი. დავიჯერო არც ერთ ეტაპზე არ გიზარდებოდა, რომელიღაც გამისთენებაზე, რომელიღაც ოლიმპიადაზე. აი ესეთი მუყაითი ხო არ იქნებოდა ხანდახან ხო რაღაცა დაგეზარებოდა კაცს. არა, რა თქმა უნდა, იყო ის რთული პერიოდი, როდესაც მომიწია რამდენიმე დღე გადამეთენებინა მესრომა, მაგრამ ვიცოდი რომ აუცილებლად დამიფასდებოდა ეს შრომა და მაინც ხარხმალს არ ვაგდებდი. რა ფაკულტეტზე ჩაბარი შეგეძლო? კომპიუტერულ მეცნიერებასა და კიბერუსაფრთხოებას. ჩვენთვის ზოგიერთისთვის, ჩვენი თაობისთვის შეიძლება ჩინური იყოს. აი, ისე ვიკითხავ ჩვენებურად, რო დაამთავრებ რა გამოხვა? ვინ იქნება? IT სპეციალისტი. მომავალში მინდა შევქმნა ისეთი სისტემები და პროექტები, რომლებიც რეალურ პრობლემებს გადაჭრიან და ადამიანებს გაუმჯობესებენ ცხოვრებას. მაგალითად? ასე მაგალითად რაღაც ავადმყოფობასთან დაკავშირებული ციფრულ სამყაროზე ისე ვართ უკვე მიბმული, რომ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ეს გამოგონება თუ პროექტი მოვახმაროთ ჩემს ქვეყანას. აი ეს უნდა მეკითხა, დაბრუნდები თუ საით წავა ეს ცოდნა და რეალიზებასაც მოხდა? როგორ ფიქრობ, დაბრუნდები თუ არ მოდი ასე ვკითხოთ რა. აუცილებლად დაუბრუნდები, რადგან ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის განვითარება და მინდა რომ განსაკუთრებული წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში. თითო სკოლას ექნება ალბათ თითო ესეთი სამაგალითო გამოშვება, რომელიც ყოველ წელს მისცემს რაც მეტი უკეთესია. ეს ამერიკულ პროგრამას 30 მოსწავლე ამთავრებს და 30-მ წინვალე შედეგები დადო დიდი გრანტები. მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის? ეს არის ღირებულებები, ეროვნული ღირებულებები, რომლის მტკიცედ გამტარებელია იაკობი და მისი პიროვნული მახასიათებელი თვისებები. და ყველაზე მთავარი, მე მეგობრად ვთვლი იაკობს და ყველა ჩვენი მასწავლებელი და არა მხოლოდ როგორც და გააგრძელებს როგორც ალუმნის წარმომადგენელი სხვა დანარჩენ სკოლის მოსწავლეს აუცილებლად გაუყოლოს ამ რთულ გზას. წარმატებები თქვენ. დიდი მადლობა წარმატებები ახალგაზრდას, ჩვენს მაყურებლებს და რა თქმა უნდა მზეგრძელობას კი სურვით. აბა როგორ? კი ბატონო. ხვალამდე გემში დავყავთ. ნახვამდე ის იმედის და ხვალ დაბრუნდება ეთერში.